აი ნახე როგორ ამბობს წმინდა იოანე სინელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ახლა რასაც ვიტყვი. პირში მაქებარი კაცი ეშმაკის მოციქულიაო. პირში, აი, როდესაც ჩვენ ადამიანს ხშირად ვაქებთ, შენ ასეთი კარგი ხარ, შენ ასეთ კარგად გააკეთე, ჩვენ თითქოს ვფიქრობთ, რომ მას ვასიამოვნებთ. სინამდვილეში ის ამითი ძალიან ზიანდება. მე რა ხდება? აი მაგალითისთვის ვიტყვი რა. აი რომ მოვლენ ხოლმე რაღაცას მეუბნებიან, აი შენ ასე აკეთებ, შენ ისე აკეთებ. მე გარეგნულად ჩანს რომ რაღაცა შექება მივიღე, მაგრამ იმას მოყვება ხოლმე განსაცდელები. ისეთი განსაცდელები, რომ ადამიანი აღმოაჩენს, რომ არარაობა ხარ, არაფერი შენ არ შეგიძლია. ხოდა ნახე რატომ მოდის ეს განსაცდელები? იმიტომ რომ ქებით მიყენებული ჭრილობები განკურნოს. განსაცდელი ამიტომ მოდის, რომ ადამიანი არ გაამპარტავდეს. ვიღაცამ თუ ერთხელ და ორჯერ შეგაქო, შენ რო ამან არ დაგაზიანოს, განსაცდელმა ტალახში უნდა ჩაგაგდოს, ამოგთხოვოს, რომ მიხდე, რომ შენ სულაც არა ხარ ისეთი, როგორიც ხელს გონი ხარ და როგორიც შენ წარმოიდგინე შენი თავი. ისე რომ ჩვენ რო ადამიანს ვაქებთ, ღმერთი მის გაკეთებულ სიკეთეს უმალავს, იმიტომ რომ არ გაფუჭდეს. და ეშმაკის მოციქული კიდე, ანუ პირში მაქებარი კაცი მის გაკეთებულ სიკეთეს გადმოუშლის თვალწინ, აი შენ ეს გააკეთე, შენ ის გააკეთე. ამითი ამაყდება, ფუჭდება და რო არ გაფუჭდეს და არ დაიღუპოს, ღმერთი მას განსაცდელს უგზავნის, რომ განკურნოს და აცხონოს. იმიტომ რომ ამპარტავანი კაცი ვერ ცხონდება, ამ დაბალი ცხონდება.